შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც რუსთაველის გამზირზე არის კვლავ საპროტესტო დღე, მოქალაქეები აქ არიან შეკრებილი, რომლებიც ამბობენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დღეს განსაკუთრებით საქართველოში მიმდინარე და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დღეს განსაკუთრებით სჭირდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა. აქ შეკრებილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა არის საფრთხეში ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის და ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. მე ახლა გიერთებით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სწორედ აი ამ შენობაში მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მაშინდელი მეფის ნაცვლის რეზიდენციაში. ახლა კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აი ამ ისტორიულ შენობაში მოეწერა ხელი და სიმბოლურად სწორედ აი ამ შენობის წინ არის გამოფენილი დამფუძნებელი კრების და საქართველოს ეროვნული საბჭოს მაშინდელი წევრთა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა ფოტოსურათები. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ 107 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და სწორედ ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრთა ფოტოსურათებია გამოფენილი, სადაც დამთვალიერებლებიც არიან და ისინი ადგილზე ეცნობიან აი ამ გამოფენას. მე გაჩვენებთ, ვეცდები რომ გაჩვენოთ ზოგადად რა ვითარება რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. თორნიკე გადავინაცვლოთ წინ, ასევე გეტყვით იმას, რომ აქ არის სხვადასხვა სივრცე და სხვადასხვა დისკუსია, მაგალითად საბჭოთა წარსულის შესახებ, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიას აქვს დისკუსია, აქ საბჭოთა წარსულის შესახებ, საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, აქ მიმდინარეობს ასევე ლექციაც, მომხსენებლები გამოდიან სიტყვით და დღევანდელი საუბრები, დღევანდელი დისკუსია ეძღვნება სწორედ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, თავისუფლების, რომელიც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წაართვა. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აქ შეკრებილი მოქალაქეები პროტესტისთვის და ასევე ერთდროულად საზეიმოდაც და პროტესტისთვის შეკრებილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ აი ამ დამოუკიდებლობას და აი ამ თავისუფლებას დღეს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნება. მე ასევე გეტყვით, რომ აქ არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აქ არიან ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც რუსთაველის გამზირზე, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აწყობენ სხვადასხვა სახის გამოფენებს, ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა სახის დისკუსიებში და ასევე ისინი საუბრობენ აქ შეკრებილ მოქალაქეებთან მიმდინარე ქვეყანაში არსებულ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ასევე სამომავლო გეგმებსა თუ ნაბიჯებზე, რაც წელს განსაკუთრებით ერთ-ერთი სივრცე, რომელიც განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში იყო რუსთაველის გამზირზე, ეს გახლავთ მედიის სივრცე, სადაც შეკრებილი იყვნენ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაცული იყოს მედიის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. აქ შეკრებილი მოქალაქეები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება სრულფასოვანი ვერ იქნება. მე გიყვებოდით სწორედ საქართველოს საბჭოთა წარსულის შესახებ მიმდინარე დისკუსიას და ჩვენი გადამღები ჯგუფი ნელ-ნელა მოუახლოვდა აი ამ სტენდს და ევრონიუს ჯორჯიას ოპერატორს თორნიკე შუბიტიძეს ვთხოვ, რომ გვაჩვენოს სწორედ აი ეს სივრცე, სადაც აი ახლა სწორედ საბჭოთა ოკუპაციაზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე მიმდინარეობს საუბარი. აქ ასევე იყო მედიის სივრცეც ამ დროისთვის ეს სივრცე უკვე
სწორედ აი ამ ადგილას იყო ქართული მედიის სივრცეც, თუმცა ეს სივრცე ამ წუთებში უკვე ამ სივრცის დემონტაჟი მოხდა, თუმცა აქ კვლავ რჩებიან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. Რა თქმა უნდა, დღეს ყურადღების ცენტრშია ძალიან ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეც და კოლეგები, მეგობრები, გულშემატკივრები დღეს განსაკუთრებით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავ საპროტესტო დღეზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მზიას თავისუფლების აუცილებლობაზე და ზოგადად მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე. ხედავთ თქვენ აი ახლა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ვითარებას, პროტესტის 180 დღეა დღეს და მოქალაქეებმა გადაწყვეტეს, რომ დამოუკიდებლობის დღე სწორედ აი აქ პარლამენტთან პროტესტით აღნიშნონ. პერიოდულად აქ ისმის საქართველოს ჰიმნი, ასევე ევროკავშირის ჰიმნი, ვინაიდან დღესაც, რა თქმა უნდა, როგორც გასულ დღეებში, აქ შეკრებილი მოქალაქეები ბევრს საუბრობენ საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის მოსაზრებები და კომენტარები, რომელიც ევრონიუს ჯორჯიემ ჩაწერა და შემდგომ კვლავ დაგიბრუნდებით რუსთაველის გამზირით. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, როგორც ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ასე ჟურნალისტები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ძალიან მალე აპირებენ, გეგმავენ, მოქმედნენ რაღაც კანონები, რომელიც აპირებს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დევნას, რეპრესიებს, თავისუფალი ადამიანების დევნას. ამიტომ რაღაცა გაორება არის, გაორება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდ ხანს ვიბრძოდით ჩვენი სიტყვის თავისუფლებისთვის და ეხლა მოვიდა ძალა ძალიან ახლოს, ძალიან წინ დაგვიდგა და გვეუბნება, რომ აი ეს უნდა წაგვართვას. ჩვენ ამას არ დავთმობ. 24 წლის წინ იმისთვის არ აღგვიდგენია დამოუკიდებლობა, რომ რა ვიცი, ამ რუსეთულმა მთავრობამ ისევ რუსეთში დაგვაბრუნოს. ვდგავართ აქ იმისთვის, რომ გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული, დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ვითხოვთ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას უპირობოდ. შემდგომ უკვე დავიწყებთ ბავშვებთან ერთად ევროპული ქვეყნის შენებას. ზოგადად საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე ეს დღე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მუდმივად გვიწევს ბრძოლა ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის და წელს კიდევ უფრო განსაკუთრებით, იმიტომ რომ აგერ უკვე 180 რამდენი დღეა ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა რომ წაგვართვას ეს მოპოვებული დამოუკიდებლობა. ამიტომ წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დღე და კიდევ უფრო განსაკუთრებულად ვიბრძვით ამ დღის შესანარჩუნებლად. ჩვენი მაყურებელი, სადაც ადევნებდა თვალს მთელი დღის განმავლობაში, რამდენიმე მსვლელობა მოეწყო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად და სწორედ აი ამ მსვლელობების ორგანიზატორებმაც და მონაწილეებმაც აქ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარეს თავი და ასევე დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დღევანდელი დღის არის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. აქ შეკრებილი მოქალაქეები უკვე ელიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ საულბე ზურაბიშვილს მისი სიტყვით გამოსვლა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 21 საათს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია რა გზავნილები ექნება სალომე ზურაბიშვილს აქ შეკრებილი მოქალაქეების მიმართ. მანამდე კი რუსთაველის გამზირზე პროტესტი და ზეიმი გრძელდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.